ყველაზე ცუდი რაც შეიძლება სამსახურიდან წამოიღო არის ხელფასი. თუ სამსახურს იმიტომ იწყებ, რომ ერთადერთი რასაც იქედან წამოიღებ, გინდა რომ იყოს ფული, იცოდე რომ არასწორად უყურებ პროცესს. სამსახური შეიძლება იმიტომ დაიწყო, რომ უფრო მეტი სიცხადე შეიქმნა იმ პროცესებზე, რაც ხდება, უფრო კარგად დაინახო ის საჭიროებები, რომელიც იმ ინდუსტრიაშია ან იმ სფეროშია, რომელშიც შენ შეიძლება ერკვევი და ასე შემდეგ. თუ გამომუშავება ახლა შენთვის დასაქმებული ხარ და ხდება შენი დროის გაყიდვის ხარჯზე, ვერ მიიღებ იმდენ შემოსავალს, რომელიც შენს სურვილებს, შენი ოჯახის საჭიროებებს, შენს ოცნებებს, შენს მიზნებს და ასე შემდეგ დააკმაყოფილებს. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა გაწყვიტო კავშირი დროსა და შემოსავალს შორის. როგორ უნდა გააკეთო? უბრალოდ ორი მთავარი რაღაცა უნდა გესმოდეს და ეს ორი ისეთი რაღაცაა, რაც არის ის წითელი დიპლომიანმა უნივერსიტეტ დამთავრებულმა ტიპებმა, რომლებიც ახლა რამდენიმე თვეში წითელი დიპლომით და ახალშევსებული CV-ით დაიწყებენ ვაკანსიების ზებნას, დაიწყებენ რაღაცა ხელფასზე მუშაობას, იმ იმედით, რომ აიმაღლებენ კვალიფიკაციას, კიდევ უფრო მძიმედ იშრომებენ და უფრო მეტ ფულს აიღებენ სახლში. ეგრე არ მუშაობს სამყარო. ეს არის ორი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხსაც შეუძლია შენი შემოსავლის ძალიან გაზრდა დროის მოკლე მონაკვეთში.